დღეს ჩვენი კამერის ობიექტივში დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე არსებული ულამაზესი სახლი მოექცა, რომელსაც მადამ ბოზარჯიანცის სახლს უწოდებენ. ეს შენობა 1915 წელს თბილისში საუკეთესო სახლის გამოსავლენად ჩატარებულ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მიიღო. თუმცა საუკეთესო ფასადის მქონე სახლი მაინც ეწოდა, რადგან საპატიო პირველი ადგილისთვის შესაფერისი შენობა ვერ შეირჩა. ამ სახლის ისტორია კი ასე იწყება. თბილისში ცნობილმა თამბაქოს მაგნატმა ნიკოლოზ ბოზარჯიანცმა სასახლე ცნობილ არქიტექტორ მიხეილ ოგაჯანოვის დაუკვეთა. მან დავალებას დიდებულად გაართვა თავი და მართლაც არქიტექტურული შედევრი შექმნა, რომელიც უპირველესად ზომით, ფორმებითა და დახვეწილი ორნამენტებით ატყოვებს მნახველს. სახლი 2 წლის განმავლობაში 1912-1914 წლებში შენდებოდა და საბოლოოდ მაშინდელი თბილისის არქიტექტურულ სიამაყედ წარმოჩინდა. ბოზარჯიანცების ოჯახი თამბაქოს წარმოებით იყო დაკავებული. თბილისში თამბაქოს მათი პირველი საწარმო 1858 წელს გაიხსნა, რომელიც მოგვიანებით სააქციო საზოგადოებად აქციეს და ბოზარჯიანცი და შვილები უწოდეს. საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ ეწოდა ამ სახლს მადამ ბოზარჯიანცის სახლი. მიზეზი მარტივია. მთელი ქონება ნიკოლოზ ბოზარჯიანცმა მეუღლის სახელზე გააფორმა, იმ შემთხვევისთვის, თუ გაუთვალისწინებელი გარემოების გამო გაკოტრდებოდა. ბოზარჯიანცი თბილისის გამორჩეულად მდიდარი მოქალაქე იყო. ამ ფაქტს ისიც კი მოწმობს, რომ ის გახლდათ პირველი თბილისელი, ვისაც ჰყავდა ავტომობილით ან პარიზიდან ჩამოყვანილი მძღოლი ემსახურებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სახლში დღემდე შემორჩენილია ბოზარჯიანცის ავტომობილის სადგომი. როგორც მოგეხსენებათ, ამ სახლის ინტერიერიც საკმაოდ საინტერესო და თვალის მომჭრელია. ამიტომ წამოვყევით და ერთად ვნახოთ, რა გველოდება ამ კარის მიღმა. როგორც ველოდით, ინტერიერი საკმაოდ დახვეწილია და ვერცერთ მნახველს ვერ დატოვებს გულგრილს. შესასვლელი კარი ნახევრად მინისაა და თუ კარგად დააკვირდებით, ქუჩიდანვე ნათლად ჩანს სადარბაზო ძველებური შორენკეცით მოპირკეთებული კედლები. ამ სახლში დღემდეა შემორჩენილი მარმარილოს კიბეები, რომლის მოაჯერიც ასევე მარმარილოთია გაწყობილი. სადარბაზოში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს მინის სიჭარბე, რომელიც ბოზარჯიანცებს ვენეციიდან გამოუწერიათ. შეუმჩნეველი არც სახლის ჭერი დაგრჩება. მას ვიტრაჟი ამშვენებს, საიდანაც სინათლე შემოდის და სადარბაზოს შუაგულს ფერადი სხივებით მრავალფეროვნებას სცემს. დიახ, ეს კონკრეტული შენობა ტიპიურ გერმანულ სულისკვეთებას ატარებს, თავისი ცოტა პირქუში მედუდურობით, მონუმენტალობით, არქიტექტურული დეტალების სიმდიდრით, შინაგანი და გარეგანი სივრცეების ჰარმონიული თანაფარდობით, დეტალებისა და დეკორის დახვეწილობით. შენობის ინტერიერში, როგორც მოგახსენეთ, ოსტატურად არის გამოყენებული სხვადასხვა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა. მათ შორის მარმარილო, კერამიკული ფილები, ვენეციური მინა, ვიტრაჟი, შენობის ფასადი უხვად არის შემკული ქვაში ნაკვეთი მცენარეული და მითოლოგიური ორნამენტიკით. და რაც მთავარია, აქ ყველაფერი დაწყებული თვითონ შენობის არქიტექტურული და დამთავრებული ნებისმიერი წვრილმანი დეტალით ემორჩილება ერთიანი არქიტექტურული მხატვრული ორგანიზმის შექმნის იდეას. ეს მშვენიერი სასახლე ბოზარჯიანცების ხელში დიდხანს არ დარჩენილა. რაც მაგნატების ოჯახი 1917 წელს ევროპაში გაემგზავრა და ასე ვთქვათ, ნაგებობა მკვიდრთა გარეშე დარჩა, ძვირფასი სახლი მუნიციპალიზებული ბინების რიცხვს მიემატა და მასში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელიტის უბინაო ნაწილს საცხოვრებლად გადაეცა. ხოლო გასაბჭოების შემდეგ სახლი ნაციონალიზებული ქონების სიაში შეიტანეს და კომუნალურ საცხოვრებლად იქცა. მოგვიანებით ეს დახვეწილი სამსართულიანი შენობა ერთო პოპულარული გახდა საბჭოთა კინემატოგრაფიის მუშაკთა შორის, რადგან გავრცელებული შეხედულებით იძლეოდა ტიპიური ბურჟუაზიული ყოფითი გარემოცვის იდეალურ მხატვრულ სახეს. კერძოდ იგი დაფიქსირებულია რუსულ ფილმში გაზაფხული 7 გაელვება და ჩვენს დათა თუთაშხიაში. გაგატონო ნანა. არსნე.
ნანოს გოღმერთმან. ასე მგონია რომ ჩვენ დაბადებიდან ვიცნობთ ერთმანეთს. აბა მე გეტყვით ერთს. რაღაც სულ სხვანაირი პატივისცემა მაქვს თქვენი. და თქვენობით რომ მაგმართავთ სიამოვნებს ძალიან. ეს ცალკეა და თქვენ თუ პირდაპირ დამიზახებთ არზნევს ან ლაზო თქვა და შენობით თუ მომმართავთ, მეგობრობად მივიღებთ მაგას და ერთი-ორად გამახარებს ასეთი ურთიერთობა თქვენთან. ასე ეჯობებს ნამდვილად. და სათხოვარის არის შენი ეს, უარი არ მითხრათ, გთხოვთ ძალიან. ლაზო, მე ვიცი ვინც ახარ. ჩვენა დედოფალო. მე თვითონ არ ვიცი ვინ ვარ. არც თქვენ გეცოდინოთ იქნება. ბოზარჯიანს 3 ვაჟი ჰყავდა. თითოეულს თავისი სახლის თითო სართული არგუნა. სწორედ მესამე ვაჟის მიხეილის ბინაში შესახელდა რევოლუციის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი საშა გეგეჭკორი. პარტიული ნომენკლატურისთვის გამოყოფილ ამ სახლში თავის მაჩაბლის ქუჩის რეზიდენციაში გადასვლამდე გადმოცემით ლავრენტი ბერიაც ცხოვრობდა თავის მეუღლე ნინა გეგეჭკორთან ერთად. როგორც ყველა ძველ შენობას ამ სახლსაც აქვს თავისი ლეგენდები. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სახლის მშენებლობის დაწყებამდე ბოზარჯიანცი და მისი მეგობრები სახლის საძირკველში ბრილიანტებსა და სხვა ძვირფას ქვებს ყრიდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ეს ბედნიერების მომტანი იქნებოდა. თუმცა ბრილიანტებმა და ძვირფასმა ქვებმა არ გაუმართლათ და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თამბაქოს საწარმო ბოზარჯიანცი და შვილები ბოლშევიკურმა ტირანიამ ჩამოართვათ, ხოლო საქართველოში დაბრუნებულ ბოზარჯიანცებს კი საკუთარი სახლში საცხოვრებლად მხოლოდ 2 ოთახი გამოუყო. წლებმაც განვლო, სასახლე უკვე საუკუნეზე მეტი ხნისაა და მისმა კედლებმა მრავალი მაცხოვრებელიც ნახა. ამ დროისთვის სულ ეს იყო, მომავალ გადაცემაში კვლავაც გაგაცნობთ თუ რას მოგვითხრობს ძველი ქალაქი.